ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში შესწორებებით დაამტკიცა. მრავალწლიანი დემოკრატიული რეფორმების შემდეგ ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველო გახდა სახელმწიფო მიტაცების მსხვერპლი და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. როგორც ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ახალ ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები იყო აშკარა გარდამტეხი მომენტი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ. ანგარიშის თანახმად ამ ხარვეზიანმა კენჭისყრამ გზა გაუხსნა ქართულ ოცნებას უკანონოდ მიეტაცებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატიული ბერკეტები. წინ წაეწია რეპრესიული კანონმდებლობებით და მკაცრად ჩაეხშო პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები. წერია დოკუმენტში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტის წევრებმა გაიმეორეს მოწოდება საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით. ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება ორგანიზებული, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები. ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვაზე. მზარდი რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას და მოუწოდებენ ევროკომისიას გადახედოს ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. ამ საკითხზე მომხსენებელი იყო ლიეტუველი ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიანი. ევროპარლამენტარი კომიტეტის სხდომაზე მაისურით მევიდა, რომელზეც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ფოტო იყო დაბეჭდილი და დატანილი იყო ამაღლობელისვე ფრაზა „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“. დოკუმენტის წარდგენისას იუკნევიჩიანემ თქვა, რომ მომზადებული ანგარიში წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ქვეყანას შიგნიდან პრორუსული მთავრობა დაეუფლოს ერთი ტყვის გასროლის გარეშე. It is regrettable that in its annual report, the European Parliament must assess not the progress of Georgia as a candidate. სამწუხაროა, რომ წლიურ ანგარიში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს როგორც კანდიდატის პროგრესი, არამედ ქვეყნის უზარმაზარი ნაბიჯი დემოკრატიული ქვეყნიდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან სასტიკ ავტოკრატიამდე. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ხელში ჩაიგდოს პრორუსულმა მთავრობამ ერთი გასროლის გარეშე. გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ევროკავშირის დაბლოკვის შესახებ, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმები ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმზე სანქციებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას მოითხოვს. ერთის მხრივ საქართველოს საქმე ამჟამად ძალიან დამღლელია, მეორეს მხრივ ძალიან мотиваციური იმ ევროპული დროშების გამო, რომლებიც ევროპული საქართველოს მსურველი, მებრძოლი ხალხის ხელშია თითქმის 200 დღეა. You and all your friends have shown remarkable courage and determination in your peaceful efforts to defend democracy. თქვენ და თქვენმა მეგობრებმა დიდი გაბედულება გამოიჩინეთ მშვიდობიანი ბრძოლით. შეუნარჩუნოთ ევროპული მომავალი თქვენ ქვეყანას. თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ. თქვენი საგარეო კომიტეტში ყოფნა ნათელი გზავნილია, რომ ქართველი ხალხი რჩება ევროპული მომავლის ერთგული. მადლობა, რასაც აკეთებთ. You are not alone. We are with you. Thank you for being here and for all that you have done for Georgia and continue to do so. ევროპარლამენტის კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი, ვიქტორ ორბანის მოკავშირე სუვერენულ ერთა ევროპის წარმომადგენელი. ჰანს ნოიჰოფი ანგარიშისა და ზოგადად სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა. ის ასევე შეეწინააღმდეგა პუნქტს, რომელიც მისი თქმით დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს. With the permission of the chair, let me submit for the committee's attention our three main points. ნება მომეცით, რომ 3 პუნქტი წარვადგინოთ. ჩვენ უარყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც მოითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას წინასწარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, რაც კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. მეტიც, მსგავსი სანქციების ოჯახის წევრებზე გავრცელება კოლექტიური დასჯის ფორმას წარმოადგენს, რაც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევა. ჩვენ უარყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირის საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს, რაც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში
ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ უარყოფთ მეათე პუნქტს, რომელიც საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთსულოვნების პრინციპისთვის გვერდის ავლას ცდილობს, რაც ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებს ძირს უთხრის. ამგვარად ჩვენ კატეგორიულად უარყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის ანგარიშის პროექტს, რომლის ტექსტი აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებულია. ასევე ის შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად და ინსტიტუციურად მიუღებელია. ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. პრეს-რელიზის თანახმად ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. პრეს-რელიზის თანახმად ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელი შემზღუდველი მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებენ განზრახვაზე, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ოპოზიციური პარტიები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშს ევროპარლამენტს კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ.